არის რევოლუციის გათამაშება ბჭყალებში ხაზს უსვამს. განსაკუთრებით ახალგაზრდების. თქვენ ხართ უდიდეს შეცდომა, თქვენ თუ გონია რომ რევოლუციას გააკეთებთ, მაშინ ვინც თქვენ ეს დაგაჯერათ, ჩათვალეთ რომ თქვენ ნაძირლებმა დაგაჯერეთ. ახალგაზრდები არ აკეთებენ, ვერ აკეთებენ რევოლუციას. სკოლის მოსწავლეების გაკეთებული რევოლუცია ახალგაზრდებთან ერთად ეს ტრაგიკომიკური სანახაობაა, რომელიც არ იცი, იმიტომ რომ მე აგრესიული ვისი რევოლუცია უნდა გააკეთო თქვენ? პეტარდებით გამოხვალთ იქ და დააბოლებთ იმას რუსთაველის გამზირს და რევოლუციას გააკეთებთ. არც ერთი რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა ხელისუფლების დახმარების გარეშე. ხელისუფლებაში გარკვეული წრეების მიზნის გარეშე. ასე იყო ჩვენი უკანასკნელი რევოლუცია 2003 წლის გამიგეთ არა, მერე იყო 2012 წლის სვლებები და იქაც ხელისუფლების იძულებითი გადაბარება იყო, იმიტომ გასული იყო კონტროლის და ეხლა რაც მოხდება ის რაცაც საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს. თუ იგი კანონის მკაცრი დაცვით იმოქმედებს, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ტექნიკურად ვერ მოხდება, თუ იგი ოპოზიციის მაორგანიზებელი ბოლო მომენტში ითამაშებს იმას, რასაც უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ მე არანაირი ნდობა არ მაქვს ამ ხელისუფლებისა, იმიტომ მე შიგნიდან ვიცი რა კეთდება, ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ სასწორზეა შეგდებული ორი რამ. ის, რასაც ქართველები არ აქცევენ ყურადღებას, მე დასავლეთის ყველანაირ სერიოზულ გამოცემას ვადევნებ თალყურს, ღია ტექსტით არის ლაპარაკი. ქართველები დაკარგავენ სახელმწიფოებრიობას და საქართველო დადგება დაშლის წინაშე. ამას დასავლური არაერთი სტატია დავდე ჩემ გვერდზე წლების განმავლობაში, რა სცენარი მზადდება. რევოლუცია არის შენიღბვა, ან უნდა იყოს მაქსიმალურად მარიონეტული 30 წელია, 32 წელია საქართველოს მარიონეტული ხელისუფლებები ყავთ. მაგრამ არა საკმარისად მარიონეტული აღმოჩნდა, იმიტომ რომ საკუთარი თავის გაწირვა არ მოინდომეს. მიმიხდით ხო რას ვამბობ, ხო? თორე ამის შანსი რო გქონოდათ, აკი დასვეს კიდევ, მაგრამ რობიომოთ ხო გაგვანა